მოგესალმებით მეგობრებო, ისევ წინა ვიდეოში არგენტინა გავაგდეთ, ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ. უკვე იტალიის ნაკრებთან თამაში. ეს არის რიგით მეორე ვიდეო. და ამ ვიდეოთი მეგობრებო გადავიღებთ დღეს გადავიღებთ მოკლედ აქ თუ იტალია გავაგდეთ თუ ანაადრევ ეტაპზე გადავიღებ ორ ვიდეოს ჩავატევ ამ ვიდეოში უეჭველი მაგრამ თუ ვერ გავაგდეთ ფინალი აუცილებლად ხვალ დაიდება მაგის მე პირობას ვექო რომ ფინალი აუცილებლად ხვალ დაიდება და მე ვფიქრობ რომ დავყოთ ჯობია და ხვალ გადავიღოთ ნახევარფინალიც თუ გავედით კი ბატონო ეგრე იყოს თუ აქ ვერ ჩავატიეთ ორი ახლა ნახევარფინალს აქ გადავიღოთ თუნდაც თუ გავედით რა არის ახლა არგენტინასთან არ გეტყვით რა მოხდა როგორ გავაგდეთ ლეგენდარიზე დაინახეთ ალბათ მარცხენა დაბალკუთხეში რო დახედავდით ოდეგორი იდეალური იყო ჩანაფიქრი მაგრამ ჰაგემა და რიერსონის კუთხე მოიგო მე ვიტყოდი ეს თამაში და ბოლფეს იმ საოცარმა ჩაჭრამ რაც არგენტინასთან მოხდა აი იქნა დაინახეთ ალბათ ჯერ ვიდეოზე გადადით და მე ნახეთ ეს ვიდეო ბერგე რეტეგი იტალიელები მოდიან შეტევაზე მოიზეკინი სამცხად გაკვირდა ის 0-1 მე 17 წუთი მე 21 ხო რო იცოდეთ არგენტინასთან ესეთი სიტუაცია იყო იქ გავათანაბეთ მაგრამ ეხა იტალიასთან ძალიან სირცხვილი იქნება რომ არგენტინა გავაგდეთ და იტალიასთან გავარდეთ მაგრამ ეს არის world class-ი შეგახსენებთ რომ world class-ზე ვთამაშობთ აქ არ ამოგვანადგუროს ეხა იტალია სიმონაი არის კარგი იყო დაძაბულობა პიკს აღწევს უკვე ამ ტურნირზე დაძაბულობა ნამდვილად არის მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ ყველაფრის მოხდენა შეგვიძლია და კუთხურიდან იტალიელებთან არ შეიძლება ხუმრობა იმიტომ რომ ცველები ყავთ ერთ-ერთ საუკეთესო ყოველთვის იტალიელებს ნუ ეხლა იმდენად აღარ მაგრამ იმდენად თორე როგორ არ ყავთ მაგარი ცველები ბარელა ბასტონია ბარელა ჰალანდი დაუთ ჰალანდი სანდრო ტონალი ნახევარმცველი საუკეთესო ტონალია ოფსაიდი არ იყო თუ არ იყო რეტეგის აი არის ეთამაშება იდეალურად დაცვა ჩვენიც კარგია ძალიან ბერგე ნუსა ამ ტაიმში გოლის გატანა იქნება ყველაზე კარგი ფსიქოლოგიურად თქონდა ჰალანდი გააძვნეს ბერგემ შეიწია და ვერ გაიტანა ურა კარგი მომენტი იყო ამ მომენტმა შეიძლება დავხუყოს დღევანდელ თამაში ესეთ მომენტი აღარ გვექნება ამ თამაში დიდი ალბათობით პოლიტანო მატეო გაათამაშეს იტალიელებმა რიერსონს გრძელი ფეხები აქვს მაგრამ მას გრძელი ფეხები ვისრათ უნდა ესეთ პასებს აკეთებენ იტალიელები და რეტეგი 2-0 ძალიან სასირცხვილო იტალიასთან ვარდებით მეგობრებო იტალია მე საერთოდ გავიდა სოფლიოს ჩემპიონატზე დიმარკო რა თქმა უნდა საუკეთესო მცველია მოიზეკინი ესეთებს რო დიდ ნაკეთებს მოიზეკინი კარგით კარაუშავს აკეთებს როგორც ჩანს დაცვა კარგი იყო მაგრამ ახლა ფსიქოლოგიურად ერთი გოლი გვჭირდება რომ თამაში დავუბრუნდეთ მე ვიტყოდი რის შანსიც არის ჯერ 2-0-ია ეს დროც არის ბერგე იდეალური შეტევა იმისთვის რომ გოლი გავიტანოთ დიდი ხანი რახან გვიჭირავს მისთვის უკვე ნიშნავს რომ შეგვიძლია მარტინო დეგორი კოპი ისეთი საკონძო პასი მინდა ბერგე 9 წუთია ბურთი მიჭირავს ჰალანდი არა ჰალანდმა აქ ვერაფერი ვერ იქნა და ეხა უკვე რიერსონი დაკეტილი იყოს მოიზეკინი ტონალია გააჭრეს ეხლა ლოკატელი გადავწიოთ მეკარე კარგი იყო ნინენდი დრო არ არის უბრალოდ ეხლა რამე მოვიმოქმედო თორე რა თქმა უნდა აუცილებლად რამე შევწვიდი ეხა
აი რა ხა პირველ მომენტში არ გამოვიდა მანჩინის ეხა გამოვიდა 0-3 ბობის კარგი პასი ну как ერთი გოლით გამოვიჯახო უნდა კარი მსოფლიოს გეიმებიდან ის იყო უკვე ჩემთვის წარმატება რომ გამოვაგდეთ არგენტინა და ეხა ყველას გამოგდებას ჩვენ აუცილებლად ოფსაიდი რატო დამიფიქსირა ხო არ გასულა პასი არა ლოგიკურია მეგობრებო უბრალოდ მე ვიტყოდი რომ ეს არა ლოგიკურად არის დაფუძნებული ამ თამაში ყველაფერზე არა ლოგიკურია მეტი არაფერი აქვს ჰალანდი შეტევა გვაქვს ლუის ბობი მეთქოდი უფრო შეტევა რომ ბოლოს თვეს ვატარებთ სოფლიოს გეიმერს და 0-3 სრულიად მშვიდი თამაში იყო არა უშავს გამოვარდით მაგრამ მე ვიტყოდი რომ ნუ მაინც წარმატებულად ჩავთვალოთ ეს სოფლიო იმიტომ რომ სოფლიოს გეიმები რომ აბა ნახო მის გემში დავით მეგობრებო